ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ამ წუთებში ახალი წელი დგება ახალ ზელანდიაში 328 მეტრის სიმაღლის აუკლანდის სათავგჯენებიდან ფოიერვერკებით შოუ მიმდინარეობს. ქვეყნის უდიდესი ქალაქის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ტრადიციულად ოკლენდში ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრიდან ვულკანურ ბორცვზე მსვლელობას გამართავს, საიდანაც ფოიერვერკების შოუს ადევნებს თვალს. ახალი წელი დადგა მსოფლიოს კიდევ ერთ წერტილში. წყნარი ოკეანის კუნძულებზე უკვე 2025-ია. ცოტა ხანში წუთების ათვლას ავსტრალიაში დაიწყებენ სიდნეიში. ათასობით ადამიანი უკვე შეკრებილია, სადაც ტრადიციულად მასშტაბური ფოიერვერკი გაიმართება. ნიუ-იორკში ბურთის დაშვების ტრადიცია გრძელდება. მანჰეტენზე ცერემონიას ელოდებიან. გავლილია მოსამზადებელი სამუშაოებით 5 ტონიანი ბურთი ნიუ-იორკში ზუსტად 12 საათზე დაეშვება. ღონისძიებას, რომელიც 1907 წლიდან იღებს 2007 წლიდან იწყება და რომლის სიახლეების სიმბოლოდ მიიჩნევა ათასობით ადამიანი დაესწრება. გაიმართება გალა კონცერტიც. საქართველოში კი ახალ წლამდე 9 საათი რჩება. დღეს რეგიონებში მთავრობით ორგანიზებული ღონისძიებები სრულდება. ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება გორში, რუსთავში, თერჯოლაში, ბორჯომსა და ქობულეთში. რა ხდება ამ წუთებში რუსთავში, სადაც უკვე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები, ფოტოგადასაღების სტენდები და სცენა. ქალაქში დაგეგმილია არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა, საღამო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ჩვენ ახლა რუსთავს და გიორგი ცერცვაძეს ჩავთვალთ პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. საახალწლო ჯადოსნური განწყობა უკვე იგრძნობა რუსთავში, სადაც მერიის შენობის წინ მოწყობილ საშობაო სოფელში განთავსებულია თამარ, როგორც აღნიშნე, არაერთი ფოტოგადასაღები სტენდები, ასევე სხვადასხვა ინსტალაციები. აქ განთავსებული არის ვორქშოპები, სადაც აქ მოსულ პატარებს შეუძლიათ მივიდნენ, გაერთონ იქ, შეიქმნა საახალწლო განწყობა. ასევე აქ მოწყობილი არის კვებით სივრცეები, სადაც უკვე ზრდასრულებსაც შეუძლიათ მივიდნენ და დააგემონონ სხვადასხვა საკვები. აქ მოწყობილი არის პატარა სტენდები, სადაც უკვე საღამოთი მეწარმეები შეიძლება თავიანთი ნაწარმის გამოფენა გაყიდვაც რომ მოაწყონ. აქვე არის მოწყობილი სპეციალური სცენა, სადაც საღამოს 6 საათზე უკვე კვარტეტი რანინა, ანსამბლი ქართული ხმები და ჯგუფი გუფილენდი წარსდგებიან აქ მოსული მსმენელის წინაშე. აქ უკვე მოეწყო ორკესტრის მსვლელობა, ასევე კოსტუმირების გმირების მსვლელობა და დღესვე აქ დაგეგმილი არის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. ჩვენ ვაცილებთ 2024 წელს, რომელიც იყო გამოწვევებით სავსე და დატვირთული, თუმცა ჩვენ თითოეულ გამოწვევას გაუმკლავდით ძალიან ღირსეულად. ქონდა განსაკუთრებული წელიწადი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რამაც მოგვცა ჩვენ 2025 წელს ასევე განსაკუთრებული ბიუჯეტი დაგვეგეგმა როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რის საფუძველზეც შევძლებთ, რომ შევქმნათ განსაკუთრებულად ღირსეული გარემო ჩვენი თანამოქალაქეებისათვის და გავაგრძელოთ გზა ღირსებით ევროპისაკენ. ჩვენთვის აუცილებლად მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი არის მშვიდობა, რომელმაც უნდა მოგცეს საფუძველი და შესაძლებლობა სტაბილურად განვითარების. ძალიან კარგად ვატარებთ ახალ წელს, როგორც ხედავთ აქ ბავშვებს სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებინებთ, ვერთობით და ნელ-ნელა ასე ვატარებთ ჩვენს დროს. ძალიან კარგად აქვს ყველა სულოცავ ახალ წელს. ჩემი სურვილი არის, რომ ყველა ჯანმრთელად ღიარული იყოს ამ ახალ წელს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალი წლის დღეები რეგიონებში დღეს სრულდება, ის უკვე 59 მუნიციპალიტეტში გაიმართა. მადლობა გიორგი ცერცვაძე, გვერდთობოდა რუსთავიდან კურიერის პირდაპირ ეთერში.
ხუთივე ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი. პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუ, ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. მოწყობილია თემატური ფოტოგადასაღების სივრცეები. დღის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი. საზეიმო ღონისძიებები 21 დეკემბერს დაიწყო და უკვე 59 ქალაქში ჩატარდა. გორი მასპინძლობს მთავრობის ორგანიზებით ღონისძიებას. სამზადისი დაწყებულია უკვე. რაც შეეხება ღონისძიებებს, დაიწყება საღამოს 6 საათზე და იქნება ბევრი საბავშვო აქტივობები, გვეყოლება თოვლის ბაბუა, იქნება ბევრი საჩუქრები ბავშვებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი ბენდის შექმნის საახალწლო განწყობას საღამოს 10 საათზე უკვე დაიწყება გალა კონცერტი და ბოლოს დამთავრდება გრანდიოზული ფოიერვერკით. და იქნება ახალი წლის ეთერი რუსთავი 2-ზე. არხი მაყურებელს საახალწლო კონცერტების სერიას თავაზობს. ახალი წლის ღამეს ეთერში ჯგუფ ურსას კონცერტი გავა. 1 იანვარს კი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი ბენდთან ერთად. ასევე გეულდება ძუკა ხუციშვილის, რეზო და ბავშვების კონცერტები. ახალი წლის დღეებში განსხვავებულ ამპლუაში წარსდგებიან არხის სახეებიც. თანამშრომლებს აურიათ კალენდარი. ძალიან რთულია ამდენი სიმღერის ცოცხლად შესრულება. მგონია ხარვეზებით გვექნება, მაგრამ ეგეც უნებრივია, იმიტომ რომ მართლაც ცოცხალი შესრულებაა და ჩვენთან ერთად იქნებიან რუსა ფუცალაძე, ანანო გიბრაძე, ჭოხოები, ძმები ჭოხოები, ლიზა ბაგრატიონი, რა თქმა უნდა და მგონია რომ ისე შევხვდებით ახალ წელს. ისე გავატარებთ ამ ახლად დამდგარ ახალ წელს, რომ ეს ენერგია გაგვება მთელი წლის განმავლობაში. პირველად შევეჭიდე სხვათა შორის swing-ს, ამიტომ ძალიან მკაცრად შემაფასებ, გვეცადე რომ ისეთი საინტერესო ნომერი ყოფილიყო, ცოტა ჩემებური არანჟირებით და ჩემებური ვარიანტით. მედი მაქვს მომიგეწონებათ და ჩვენთან ერთად იზეიმებთ ახალ წელს. ჩინური ჰოროსკოპით 2025 წელი გველის წელია. უფრო ზუსტად ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს არის მწვანე ხის გველის წელი. მათთვის, ვისაც ასტროლოგია აინტერესებს. კურიაში 9 საათზე თქვენ ახავთ სიუჟეტს სპეციალისტების რჩევებით, როგორ უნდა შევხვდეთ 1 იანვარს, რა უნდა იდოს სუფრაზე, რა ფერი უნდა იყოს დომინანტური და როგორი სამოსია წელს აქტუალური. ასე რომ დაელოდეთ კურიერის მთავარ გამოშვებას. როგორც შევხვდებით მომავალ წლის მასპინძელს, ისე გაგვიმართება იგი მთელი წლის განმავლობაში. გქონდეს მაგიდაზე ორი ფიგურა, დრაკონის და გველის. დავუდოთ პატარა რაოდენობით, მაგალითად, თუ გვაქვს ჩვენ რძე ან დავუშვათ რაიმე რძის ნაწარმი. ხოლო დრაკონთან წინ შეგვიძლია დავუდოთ პატარა ხორცის ნაჭერი და ავართეთ სანთლებით 12 ნახევარს. სანთლებთან როგორ მუშაობთ? მადლობას უხდით წინა წელიწადს. 3 რაიმე სურვილს ჩაუთქვათ მას. იობია რომ ახლა ნაკლებად იყოს ეს ფინანსური. ახალი წლის ღამე მე მგონი რომ ყველასთვის ჯადოსნურია და ძალიან მგონია რომ ძალიან გვიქმნის კიდე განწყობას სამოსი. ამიტომ რა თქმა უნდა ვანათებდეთ, ვრჭყვიალებდეთ როგორც ჩვენი სამოსი, ასევე ჩვენი ხასიათი. ასევე შეგვიძლია ძალიან თავისუფლად შევურიოთ სხვადასხვა სტილი. თუნდაც ესეც უკვე განწყობას გვნის. აი მაგალითად ესეთია გველი, რომ მე ვფიქრობ რომ მარტო საახალწლო არამედ ჩავრთეთ ესე ვთქვათ კოლექციაში. დღეს წელიწადის ის ერთადერთი დღეა, როდესაც მაყურებელს შეუძლია ნახოს. არა მარტო რა ხდება პირდაპირ ეთერში, არამედ კარტს მიღმა. საღამოს 9 საათზე კურიერის მაყურებელი ნახავს კურიოზებს, რომელსაც ჩვენ მთელი წელი ვაგროვებთ, წლის ბოლოს ერთად უყურებთ თავს, იმისთვის რომ 31 დეკემბერს საახალწლო ეთერში შემოთავაზოთ. ახლა მხოლოდ ფრაგმენტს გთავაზობთ იმ კოლეჟიდან, რომელსაც დღის ბოლოს ნახავთ. ბავშვები ჩვენს ჩინურად ალაპარაკებასაც შეეცადნენ და არც თუ ის 1 2 3 აი გუტენ მორგენ არ ვიცი ღირდა თუ არა დილის 7 საათზე ამ საქმეზე ადგომა დილით აღარ გამოგვიდა ეს უნდა დავლიო ვერაფერი არ კონიაკი მომისუნე არარატი 5 ვარსკვლავიანი თუ 3 ვარსკვლავიანი არა მადლობა ჩართვაზე არა ძალიან ეთერს ჩაგასხა ძალიან საფერავი ლარნახევარი ღირს I love you, Wuppertal, der beste, schönste Stadt der საჭმელად არიან ყველა და მეც მელოდებია. იქ რესტორანში.
ჯანდაცვის მინისტრმა 2024 წელი შეაჯამა. მიხელ საჯოლაძემ ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, ჯანდაცვის სერვისებზე და სოციალურ დახმარებებზე. მისი განცხადებით, გასულ წელს სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 40,000 ბენეფიციარისთვის 76 მილიონი ვარი დაიხარჯა. 3,400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. აქცენტი გაკეთა სამომავლო გეგმებზეც მიხელ საჯოლაძის განცხადებით 185 მილიონი ვარით ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება იზრდება. წლევანდელი ბიუჯეტი 2024 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა ამბიციურად, იმგვარად რომ ის იყო უპრეცედენტოდ დიდი და პრაქტიკულად უახლესი საქართველოს ისტორიაში ის ვერ აჭარბებდა მხოლოდ 2025 წლის ბიუჯეტს. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ წარმატებული იყო წელიწადი იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად სრულად 100%-ით იქნა დაგეგმილი ვალდებულებები და ამოცანები შესრულებული, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულება ამ სამინისტროს აქვს 100%-ით. ეს პრაქტიკულად თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა დასახელებული ადამიანების ხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თითოეული მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აი ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის, არის სამომავლოდ 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაზრდილი მოცულობებით და მინდა რამდენიმე რიცხვი დავასახელო ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში და ბავშვზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 40,000 ბენეფიციარისთვის გვაქვს გათვალისწინებული და 2024 წელს მათ მხარდასაჭერად დახარჯული იქნა ბიუჯეტიდან 76 მილიონი ლარი. მომდევნო წლის განმავლობაში დაგეგმილია იგივე პრაქტიკულად იგივე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული ხარჯი 25%-ით გახლავთ გაზრდილი და შესაბამისად ის მომდევნო წელს უკვე იქნება 95 მილიონი. გვაქვს ზრდა გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამაშიც, მათ შორის რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ აქაც ჰქონდა უპრეცედენტო ზრდა და პერმანენტულად როგორც კი ბიუჯეტის ზრდა იძლევა შესაძლებლობას, მომენტალურად ეს დადებითად აისახება და გავლენას პოვებს მოქალაქეების მხარდაჭერაზე ჯანდაცვის უფლების უზრუნველსაყოფად. საკცატის წინასარის შეფასებით 2024 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა. 2024 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 9.4%-ით განისაზღვრა. საკცატის ცნობით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროფესიულმა სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ. საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით და აქედან გამომდინარე 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.4%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შედეგმა დარგებმა, ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი, დასაწყობება და ვაჭრობა. რაც შეეხება კლების ტენდენციას, გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, როგორც მოგეხსენებათ საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან 2024 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 13%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები გაზრდილია 11%-ით. ორი მოზარდი ემსხვერპლა ავარიას მარნეული ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, მანქანა ორქვეითში ეჯახა. ერთი არასრულწლოვანი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაყვანის დროს. მანქანას 21 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც დაკავებულია. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზე მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. გარდაიცვალნენ ორი ახალგაზრდა იყვნენ. 14-ს ერთი იყო და 17-ს ერთი, არ ვიცი. როგორც ვიცი, გზის გვერდით უნდა გაიორონ და გადასვლას აბრიებდნენ და მანქანის მაღალი სიჩქარის გამო გადასვლას ვერ მოასწრებს.
და მის გამო დაეჯახეს უკვე. ნასვამები ყოფილა, მძღოლი და მისი გვერდბინებიც იყვნენ. ერთი აქვე გარდაცვლილია, მეორე გზაში ვერ მოასწრეს საავადმყოფოში. განცხადება გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების ცნობით შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალება, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა. დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს. შეკრებილები გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ შემთხვევაში მონაწილე მანქანის მგზავრებს. მუშაობაში ხელს უშლიდნენ ექიმებს და სამართალდამცველებს. სხვადასხვა დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა. დაშავდა 8 მოქალაქე, მათი ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში. გარდაცვლილები ნახე, მაგრამ როგორ მოხდა არ მინახია. ცოტა მოშორებით მოხდა და იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და მე არ მინახია. შორიდან არ ჩანდა, სიბნელე იყო. რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი? ალბათ ის, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ. და ამიტომ ესაც ნუ მშობლები რა თქმა უნდა გამწარდნენ და სასტრაფოში რამდენადაც ვიცი, მე მგონი იმის მანქანის მძღოლი იყო, ან მანქანაში მჯდომი არ ვიცი, იმის გამო. შემოყვანილია 9 პაციენტი. თვით ძირითადად შემოსულია თვითდინებით. ყველა პაციენტი შემოვიდა თვითდინებით. აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები. ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა რეფერალით კატასტროფის ბრიგადით. აღენიშნებოდა თვალბუდის ტრავმა. გრძელდება კვლევები, პირველადი დახმარება გაეწია ყველას, უტარდებათ კვლევები, ვაკვირდებით დინამიკაში. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. სოფელ ნახიდურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებს ჯანდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა. მიხეილ საჯოლაძემ გამოძიებაზე და ბრალეული პირების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. უპირველესად, რა თქმა უნდა, ჩემი გულწრფელი სამძიმარი, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რასაკვირველია ჭირდება რეაგირება, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემას. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებლობა, რომელიც უნდა დადგეს. შემთხვევა სოფელ ნახიდურში მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველი. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენ საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. მნიშვნელოვანია მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშუქებისას არ გავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა, ნათქვამია ტექსტში. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ, ნათქვამია ეუთოს ეგრეთ წოდებული სამეულის, მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის წლის შემაჯამებელ განცხადებაში. ტექსტში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაც. შეფასება გაკეთდა მმართველ-გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად. ეუთოს სამეულსაც მინდა განსაკუთრებულად მადლობა გადაუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის, წლის ბოლოს შემაჯამებელი განცხადება სწორედ ჩვენი ქვეყნის სამი სუვერენიტეტს და პატივისცემას და ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ყველა სახელმწიფო, მათ შორის ეს პატივი ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლება ჩვენ ნახეთ უკვე ეუთოს საბოლოო დასკვნა, სადაც შეჯამებული არჩევნების შედეგები და მთავარი რამ არის ნათქვამი, რომ ეუთო მზად არის თანამშრომლოს ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან და რა თქმა უნდა მისი წევრი 57 სახელმწიფო ასევე ვალდებული ეუთოს ამ გადაწყვეტილებიდან ითანამშრომლოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ჩვენ ასევე მოვისმინეთ საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაც ეუთოსი და აქაც იცით, რომ პრეზიდენტმა დააფიქსირა მხარდაჭერა და სურვილი შემდგომი თანამშრომლობის და რა თქმა უნდა ჩვენც უდასტურებთ ჩვენს პარტნიორებს ჩვენს პატივისცემას და რა თქმა უნდა 2025 წელს ჩვენ მზათა ვართ ეუთოსთან იმ ფორმატში, რომელიც მისაღები იქნება მათთვის ყველა რეკომენდაციის და შენიშვნებზე დავიწყოთ მუშაობა, რომელიც ასახული არის ეუთოს დასკვნაში. სწორედ ეუთო ოდინმა თქვა არჩევნებამდეც, არჩევნების შემდგომაც, რომ გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით კონკურენტუნარიანი იყო არჩევნები საქართველოში. ეუთო ოდის ვერავინ არ დააძალებდა, თუ კი ის აღმოაჩენდა, რომ იყო ისეთი ხარვეზები, რომლის გამო შეიძლებოდა რომ ლეგიტიმურობას პრობლემა შექმნოდა საქართველოში, შესაბამისად ეუთო ოდინმა ჩათვალა საჭიროდ და თქვა, რომ
გაგრძელდება ხელისუფლებასთან მუშაობა იმ კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის რასაც ქვია საარჩევნო კოდექსი. ამავდროულად ჩვენ ნახეთ გამოქვეყნება და მხარდაჭერა ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ეს ბოლო განცხადება საერთოდ ძახილის ნიშანს არამხოლოდ წერტილს სვავს საქართველოში ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ეუთოუდინის ეს განცხადება არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ყავს საზოგადოების მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. სალომე ზურაბიჩვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი. 3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. წერს მარიანი X-ზე. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა. დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში. წერს ევროპარლამენტარი. შეფასება გაკეთდა მართლ გუნჩიც. გახსოვთ თქვენ არაერთი განცხადება რეზოლუცია გაკეთა სწორედ 29 დეკემბრამდე იმისაც რომ გარკვეული გავლენა მოეხდინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქციებზე რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტარდებოდა და თავის დროზე რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტით სწორედ ამას უკავშირდებოდა რომ მაქსიმალურად დაძაბულიყო სიტუაცია ქვეყანაში აწეულიყო ტემპერატურა თუმცა არც იმ გამოსვლამ რომელსაც ნახევარზე მეფობდა და ცარიელი დარბაზი იყო გახსოვთ ყველა ჩვენთან გაზ და ტაშიც კი ხელოვნურად მუსიკით მოუწიათ ჩაერთოთ და დაეკრათ ტაში გამოეხატათ მის და თითქოს პატივისცემა თუმცა ის პირობა რომელიც რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილმა დადო არ შესრულდებოდა ვერცერთ შემთხვევაში იმიტომ რომ მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის არაფერს ნიშნავს უკვე ვადაგასული პრეზიდენტი გასაგებია რომ ბევრი მაღალ ჩინოსთანისთვის ბრიუსელში თუ ვაშინგტონში შესაძლებელია არ გახდნენ ის პოლიტიკური ძალები გამარჯვებულები რომლებსაც ისინი გულშემატკივრობდნენ აფინანსებდნენ მხარს უჭერდნენ და კვლავ გამარჯვებული გახდა ქართული ხალხი და ქართული ოცნება თუმცა ეს რეალობა როგორც ყველა მათგანი უნდა შეეგუოს და მე დარწმუნებული ვარ რომ 2025 წლიდან როგორც ამერიკასთან ასევე ევროკავშირთან იქნება ახალი გადაწყვეტის პოლიტიკა შემუშავებული ის რომ 3/4-ით ცარიელ დარბაზში დაიფიცა ჭყალებში დაიფიცა ზურაბიშვილმა ესეც ნახავ თელმა მსოფლიომ და საქართველოს განსაკუთრებით შესაბამისად სიტყვა ასეთი არ შეუსრულებია ზურაბიშვილს და უნებრივად ეხა შეასრულებდა და ვერ შეასრულებდა ამ სიტყვას რომელიც დაიფიცა იგივე ევროპარლამენტში ქართულმა საზოგადოებამ ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა ჩამოართვა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც 26 ოქტომბერს მისცა ხმა იმ ხელისუფლებას რომელმაც დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს რაც შეეხება ევროპარლამენტარებს ბევრი გამოჩნდება დამერწმუნეთ 2025 წლიდან ევროპარლამენტარიც კონგრესმენიც და სხვა პარტნიორიც რომელიც უკვე მეტანაკლებად დაიწყებს ობიექტურად შეფასებას საქართველოს სახელმწიფოზე იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა ევროკავშირის საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროპის ამერიკის საზოგადოების უმრავლესობამ და ქართული საზოგადოების უმრავლესობამ 7 ადამიანი დაიჭრა ხერსონის ოლქში საოკუპაციო რეჟიმმა ქალაქთან ერთად რეგიონის 33 დასახლება დაბომბა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინელებმა მირვა ტიპის რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მედია წერს, რომ შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან მირვა საზღვაო დრონს აქამდე არასდროს ჩამოუგდია. კიევმა და მოსკოვმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინაში 189, რუსეთში კი 150 ტყვე დაბრუნდა. ომის დაწყებიდან დღემდე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეთანხმება მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით. მხარეებმა ტყვეები უკვე 59-ად გაცვალეს. პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიმდინარეობდა. Ми повернули додому з російського полону. ჩვენ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 189 ჩვენი ადამიანი დავიბრუნეთ. მათ შორის არიან შეიარაღებული ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიის მეომრები, აზოვსტალისა და მარიუპოლის დამცველები, ჩვენი მესაზღვრეები, ორი სამოქალაქო პირია. მადლობა ჩემს გუნდს, რომელიც გაცვლის პროცესში მონაწილეობდა. ასევე მადლობას ვუხდი საუდის არაბეთს, რომელმაც შუამავლის როლი შეასრულა. მადლობა ყველა იმ მეომარს, ვინც უკრაინისთვის ტყვეების ფონდის შევსებას გაანაგრძობს. ეს უმთავრესი ამოცანაა. დავიბრუნოთ ტყვეობიდან თითოეული ჩვენი ადამიანი. დავიბრუნოთ ყველა სამხედრო და ყველა სამოქალაქო, ვინც დაბრუნებას ელოდება.
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. იერის ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე 4 ადამიანი ემსხვერპლა არიან დაჭრილებიც. ღაზაში ბოლო 24 საათში 27 ადამიანია მოკლული. აკვლავში რთული ვითარება კლიმატური პირობების გამო, ცხენვის გამო უკვე 7 დევნილი დაიღუპა. პარალელურად გრძელდება ისრაელის ოპერაცია სირიაში. სახალის სასაზღვრო ზონაში მდებარე ქალაქში შევიდა. ისრაელის ძალებმა სასაზღვრო ბუფერული ზონა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავეს. თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. მედიის ინფორმაციით დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს 536 წევრი. მოქმედებები 12 დღის განმავლობაში 57 რეგიონში მიმდინარეობდა. 71 ადამიანი ემსხვერპლა ავარიას ეთიოპიაში. მგზავრობით სავსე სატვირთო მდინარეში გადავარდა. პოლიციის განცხადებით მანქანა გადატვირთული იყო და სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა. მგზავრების ნაწილი ქორწილში მიდიოდა. ევროკომისიის განცხადებით ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას. დოიჩე ველეს ინფორმაციით ევროპული ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ გაზი მესამე ქვეყნებიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას ალტერნატიული მარშრუტებით მიეწოდოს. გამოცემას ევროკომისიის წარმომადგენელი ესაუბრა. ამერიკა ჩინეთს სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული სისტემის გატეხვაში ადანაშაულებს. ოფიციალური პირების განცხადებით ჰაკერებმა თანამშრომლების კომპიუტერებზე და დოკუმენტაციაზე წვდომა მოიპოვეს, თუმცა მასალა არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას. იგივეა, რომ ჩინეთში მყოფმა ჰაკერმა სისტემაში შესაღწევად სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი პროვაიდერის ციფრული გასაღები გამოიყენა. დაწყებულია გამოძიება. ჩინეთის საელჩო ინფორმაციას ცილისამებას უწოდებს. აზერბაიჯანული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზებს ბრაზილიელი ექსპერტები დაადგენენ. ყაზახეთში შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიების ცენტრს გადაუგზავნიან. გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიამ მიიღო. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს პირველივე დღიდან სურდა პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა. მისივე თქმით, ავიალაინერის სროლის შედეგად ჩამოვარდა, როცა რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. სეულის ალკოს სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. იუნ სოკ იოლს ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონო გამოცხადება, ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. ექს-პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს, ის არც დაკითხვაზე არ გამოცხადდა. დაკავების ორდერი ძალაშია 6 იანვრამდე. ვენესუელას უმაღლესმა სასამართლომ TikTok-ი 10 მილიონი დოლარით დააჯარიმა. განჩინებაში წერია, რომ ვრცელდება ისეთი გამოწვევები, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის საზიანოა. სოციალურ ქსელს კი პროცესის მართვის ბერკეტი არ აქვს. TikTok-ს ჯარიმის გადასახდელად 8 დღე აქვს. ინიციატივით მადურო ნოემბერში გამოვიდა. მაშინ მან 2 ბავშვის გარდაცვალებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სოციქსელი არასრულწლოვნებისთვის უნდა აიკრძალოს. გამშვების ბოლო სამწუხარო ინფორმაცია გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. უზომოდ დიდია ლაფერას დამსახურება ჩვენ პროფესიაში, განსაკუთრებით კი რუსთავი 2-სა და კურიერში. ვემშვიდობებით ჩვენ მეგობარს და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, შვილებს, ყველა მეგობარს და კოლეგას. კარგად იქცევდი, ყველა იქცევდი. კურიერი გამშვიდობება ზუსტად 6 საათამდე, თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაეცანით ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g.